11-12 თებერვალს მართლაც ესტუმრება საქართველოს ნატოს სამხედრო კომიტეტი. მის მუშაობაში ეხლა მონაწილეობს გაერთიანებული შტაბის უფროსი. ეს თავისთავად არის უკვე მნიშვნელოვანი, რაც იმას ნიშნავს, რომ სამხედრო თანამშრომლობა ნატოსთან არის აყვანილი ახალ საფეხურზე. ეს ვიზიტი იქნება ამისი კიდევ ერთი დადასტურება და ლოგიკური გაგრძელება შარშან ჩატარებული სამუშაოებისა, რომლის ფარგლებშიც ნატო საქართველოს კომისიის და ეროვნული წლიური გეგმის ფარგლებში საქართველო იყო ძალიან წარმატებული, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო კუთხით. სამხედრო უწყებაში განხორციელებული რეფორმები არის უაღრესად დადებითად ასახული ნატოს შესაბამის ანგარიშებში და ყოველივე ეს გვაძლევს ჩვენ იმის იმედს, რომ 2014 წელი იქნება საქართველოსთვის ახალი წარმატების მომტანი სწორედ ნატოს მიმართულებითაც. მოგეხსენებათ, წელს არის სამიტი ნატოსი, რომელიც დიდ ბრიტანეთში გაიმართება. და ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ სამიტზე ადეკვატურად იქნება ასახული საქართველოს მიერ მიღწეული წარმატება და მიღწეული პროგრესი, რომელიც კიდევ ერთხელ ვამბობ, არის ასახული ნატოს ანგარიშებში და უაღრესად დადებითად შეფასებული.